მოკლედ ვაგრძელებთ სოფლიო ჩემპიონატს იაპონია სენეგალის მატჩით ოქტოპუსზე და ახლა ჭისყრა თუ წილისყრა ნუ ჩავატაროთ. რომელი გინდა შენ? სენეგალი რა უს. სენეგალი ხო? აუ მე იაპონიით არ მითამაშია. მე ვითამაშე პირველ ტურში? ხო. იაპონია შენ ხარ მიშრულდება რა. შენ ხარ იაპონია, მე ვარ სენეგალი. მოიცა რა ვქენი ეს. კომპიუტერს გინდა რომ ეთამაშო უკვე თუ რა? აიც უკან გამოვიწემ კლასიკზე მომ გადაყვანილი რატომ? ხო. ეცვალა. ზოგი ისე იაპონია მიწევს მე. წაწავ სუდი გუნდი ამბობს. არა, ეს ჩემი გუნდი საერთოდ ძალიან მაგარია. Просто ეს სქემა არ მომწონს იაპონიის. ლოჯიკური გოლი საუდიუფის არის ნდოი ნიანგი. ეს ნიანგი დებილი კიდე. ძალიან დებილი. დებილი როგორ არის ეს? აუ არა ძალიან დებილი. აი ნო სანე კაცი. ნდი. კეისკე. ადა კეისკე. სანე კაია და ორდიაი ეკვიარი. ერთი დიაი. ორი დიაი და დიალო დგას კარში. მე სულობდნენ დიაია. მესამე დიაია გერა. მე ზოგაიფო ორივე მეოთხე ორივე მცველი საკაირო მყავს. ორივე მარჯვენა მცველი საკაირო არის. ეს ბეიბი ვინ არის? ბეიბი. ეგარი კაცი. ისო ხოტურე, ესე დიუპი, კობაიაში და კობაიაში, ნახე კობაიაში, კობაიაში. აკარი ფეხბურთელი იყო არა როგორ გაფუჭდა. კობაიაში გახსოვს კობაიაში. ვინ? კობაიაში. მე? კობაიაში? კობაიაში. სად არის აბა რომელ ფილმშია კობაიაში? კობაიაში? აუჩ. არა გახსოვს და Usual Suspects. ხო. კაიზერსოზა ადვოკატი არის. კი, და მოვიწყდა. კობაიაში. აი სანეს ორი მყავს, ნახე? სანი ერთი, სანი ორი. ერთ ცენტრალური მცველი არის. 4 ყავს დიაი რა. ორივე ცენტრალური მცველია. ხო. 4 დიაი ყავს. კაია. ის არის ალფრედია ყველაზე ცნობილი, ხო ალბათ? სახელებით არ ვიცი ნამდვილად რა. ალფრედია ბეტიში რო იყო რა, მაღალი. ხო, იყო ცნობილი. ჯანიანი, ჯეჯგვიაი. იკეცინბურგ. კონე არის ხო კიდე ძალიან გავრცელებული, აფრიკული. კეიტა, სისოკო. ნუ ხა დემბელე მახაული არ არის, მაგრამ ესპანური იმეებისავით არა, ეს როდრიგესი, გონსალესი, ფერნანდესი. იქ ხუთი გვარია სულ. ნუ ყველა ეს იგივე არის. ბიჭო, არა, კაი ტექნარი გუნდია ეს, ჯაპანი რა. მე რა ჯუტა ინ ჯაპანი. ეგ რომელ ფილმშია, აბა? ეგ რაც ინდურში იქნება. ქართულშია შესაძლოა. მართლა? ვაიმე, სულ ვიტანეთო. ანუ ვაფშე ინდურ ფილმშია, მაგრამ იმ პაროდიას რო აკეთებს ბავშვი რა იმის. ახლაც წამო ხოლმე ვეუბნება. მე რა ჯუტა ინ ჯაპანი. სპეციალებში. ნახი გაქვს? არა. ძალიან ძიმე ფილმია და რატო ეტრიალდება ბოლოს? საერთოდ იმით ახსოვთ ეგ ფილმი რომ ულოშებია ხალხს ძალიან დიდი. ეგ ვიცი. აი ძალიან დიდი ულოშებია. ეგ ნანახი მაქვს, ანუ ისე რა ნაწყვეტ ალაგავად, ნაწყვეტ. სიმპათიურია თუ რაღაც ხო არის ეგეთ მომენტი. ხო. ვინა შენი სიმპათია. აი მაგ მომენტში არის ეგ მაგ სიმღერას. მე მარტო ეგ მაგ ნანახი ვინა შენი სიმპათიური. გაუშვი რა არ ახდე. ზოგადად შეურაცხყოფილი იყო ქალზეც თან. ვინა ქალზე ხა სიმპათიური ტოჟაც ტეხავს. ქალზე ნუ თქვა ლამაზი. არა, იცი რა გაუთხდათ ეთქო. ლამაზი უფრო გაუთხდათ. ლამაზი კაცის თემა ხო იგივე. ხო რა, სიმპათიური ქალი რაღაც ისეთ მომდია. ლამაზი კაცი. სიმპათიური ქალი როგორია რა პუნქტია იცი რა ლამაზი რო არა და просто რო არ გინდა რომ აღნიშნავებ. შიბასაკი მაგ სცენაში როგორ არის ეს ეუბნება რომ ვიღაცამ თქვა რომ ძალიან სიმპათიური ქალია რა. რატომ ეჭყო მაგის გამო? და მაგრამ და ვიღაცა პირიქით ეუბნება რომ
ეს არ გამოუშვებს დეიდანატო ამას, იმიტომ რომ ისე მეგა სახშია და არ უშვებსო და მაგაზე უფრო უნდა გაეჭედა და სიმპათიურზე გაჭედა. ეხა კომპლიმენტია და მაშინ არც ეხლა კომპლიმენტი, სიმპათიური ხალი არც ეხლა კომპლიმენტი. ვაკ სიმპათიურზე არ გაუჭედავს მაგრამ. ვინმეს რომ ნახავ ქალს და ვაიმე რა სიმპათიური ხარ რომ არ ამონია ჯერ მაგაზე არ გაუჭედავს, ამან გაჭედა იმაზე რომ ვიღაცამ თქვა ამაზე რომ რაღაცა სხვანაირად შეხედა რა, მაგაზე გაჭედა. თორე სიმპათიური ქალზე არ ითქმის რომ მაგითო კი არ გაუჭედავს. არა, ვიცი. რა სამბო, ბიჭო, არასწორია ეგ. სიმპათიურია, სექსუალურია რო ეთქვა. მაგარი მოსა. შენი რა. ბიჭო, რაღაცა არ გამოვიყურებდი ცუდად და ესეა, იმედი მომეცემა ხოლმე და მე რე გოლს უშვებ. არა, ჯერჯერობით უკეთ გამოიყურები აშკარად. მაკოტო? შენი. რომელიმე მიდით ბურთთან თო? მაკოტო? ოპა. საო. აუ, რებს ვაკეთებ. შენი. ინდიაიე ყოიატე. ყოიატეს მთელი ცხოვრება აქვს, ხელი შეხვეული და მაგდენი ხანი კაკაბაძეს მახსოვს, მართლა რომ ხელი ქონდა შეხვეული. ჩვენს თანამშრომელს გიორგის და კაკაბაძე იმდენია რომ უნდა დავაკონკრეტო. სისოკოების არ იყოს და ინდიაიების. ეგენიც ბევრი არიან და ეხლა ოღონდ იმის ფერებს შეიკრა რა ეს ხელი შეიხვია. სენეგალის. ხო. კაკაბაძე მარა ოღონდ. უიეტა. ვაიმე? დიალო. დიალო. რა გოგოშო? თითქოს კაი მურცი აიო. გადავნახოთ. ფეხებში გავუძრა. ძალიან ტექნარი უნდა ტექნიკური. ფეხი რო დააგაეწია იღებ. ეგ არის ფეხბურთის ეგ არის არ ვიცი ასე ვამბობ. რატო იაპონელებმა უნდა გიშველონ, ანუ ეხლა ეს სერიის დასრულება, ეხლა როგორ მნიშვნელოვანი გოლი შეარგე, შენ დაწინაურდი. ეხლა იმით რას მეუბნები, ხო დაცვას ჩავდგე? პანამაც რო დაწინაურდი, ხა მიხვდებოდი რომ გაუშვებდი კიდე, მაგრამ ეხლაც გონია რომ გაუშვებ. ოიმე კიდე კაი დაიჭირა ბიჭო და არ გაუვა. კავაში. ეიჯი. წავიდა ტაკაში. მინდა ძალიან სუდი მეკარია. ოიმე. კავაშიმა თამაშობდა სტანდარტში. და იმდენი შეცდომა ჰქონდა რომ მე ჩააყენეს ტურამი რო იყო გახსოვს? ხო. იმის ბიძაშვილი რა ქვია. ვილიამ ტურამის ბიძაშვილი იდგა კარში. ის უარესი იყო, მინი ფეხბურთის მეკარე იყო და ჩააყენეს და იმის კაბო-ვერდეს ნაკრებში თამაშობდა. არა, კაბო-ვერდეს არა, ბოდიში. როგორ ითქმის ქართულად, საფრანგეთის გვინია? რაღაცა ნაკრები ყავდათ და მან თამაშობდა. არაოფიციალური რაღაცა რა. ო, ანუ პროტექტორატი კი არა, რა ქვია მაგას. მიწები რო არა, საფრანგეთს რო ეკუთვნის. ხო რა. ნაკრები რო არ ყავდა. ხო, აი, მაგათ ნაკრებში იყო რა. კატალონიის ნაკრები როგორც არის ხოლმე რა. და მინი ფეხბურთის მეკარე იყო ოფიციალურად, მინი ფეხბურთს თამაშობდა უბერავი. ოშინ. ოროშიგე. აბა მანე, კაი კეცი. კაი. ეს ფირმინო სალაჰი და მანე ერთმანეთის გარეშე ცალკე ყოფილან რა ვიცი რა. არც ერთი. ვერც მანე მითამაშა. ფირმინო კაი ცოტა ხანი იყო. და სალაჰი დამტრეული მაგრამ მაინც. აინა მეტის ის. არა, ხო, მთლიანობაში ხო გამოვიდა რომ ერთად მომერი თამაშა რა. გასაგებია რაღაც სხვა ფაქტორებიც არის მაგრამ. ფირმინო კოუტინიოსთან ერთად არის კაი სამაგიეროდ. ოპა. კავაში მე და კავაბუჩი იყო მახსოვს 2006 წლის მუნდიალზე დავდეთ 100 ლარი მახსოვს სახლში 2006 წლის 100 ლარით ან ეხლა არ არის ცოტა რაზე რომ ხორვატია მოუგებდა იაპონიას ჯგუფში ბრაზილია ხორვატია იაპონია და ვინ იყო კიდე ვიღაც ავსტრალია
მექსიკა. არა, 6-6. ავსტრალია და კავაგუჩი მოუღო დარიოს ხმას პენალტის იცი. ავსტრალია და ბრაზილია ისა, ხორვატია და ბრაზილია გვედო რა. მოგება ასლარში. ეხაც მახსოვს ხო. როგორ კავაგუჩი და მაგის. ათმე ლანძღერი. 2006-ში ანუ ეს იყო 3 ის. 3-იანი ერია მინდა გითხრა. 13-ის. დარიო სრნა. ოპა. სულად მოუჭერი. ვიძებო დამშვიდით ეხა რა, იაპონელებმა შეგვაშინოს. არ არის ეს აფრიკული გოიმე რა არ არის. აი. არა. ოხ, ოიმე. გადავრჩი. გადაიარა საფრთხემ. რა, ეს უკვე ჰონდას რო ეგეთ რაღაცას უკეთებ. მახსოვს ჰონდაზე კიდე 2 საათს გახსოვს ჯაბულანიზე რო ატეხეს ერთი ამბავი არ გადაა მეკარეებისთვის ცუდია და გოლები არ გადის თუ რაღაც მეკარეები გადააკეთებდნენ და ამბობს მას. ოპა, აი გავიქეცით. კარგი ხაო. რა კარგი ხო მანე. არა ვერ გავაკეთე მაინც ბოლომდე. ხო და ამ ჯაბულანიზე რო ატეხეს ერთი ამბავი ვაი ამეთ გოლის გატანა ჟარიმიდან არ შეიძლება და რაღაცა გამოხდა იაპონიის ნაკრები და 2 გოლი გაიტანეს შორიდან და ხონდამ შეაგდო ძალიან მაგარი ჯარიმა. ეგ მახსოვრება ხონდა ჯარიმა უჯველი. ისე რა. მაგას უშავდა. ეხა მაგარი ჯარიმა უნდა მახსენდება. ვის გაბულანა აღარ მახსოვს. არა მაგარი ჯარიმა შეაგდო. მაგ დროს ხონდა საუკეთესო იგროკი იყო იაპონიის, ხო? არ ნარყავდით მაშინ ისეთ. გამემტრა კაცი. გადააგდე ბურთი აბონდია. რა კარგი ფინტი. და ბიჭო ზო შეტევაში უნდა წავიდეთ ეხლა თორე ტაკაში ინუი? ინუი დამემტრა. ტაკაში ინუი პირველი იაპონელი ვინც გაუტანა ბარსას, ხო? 2 გოლი გაუტანა და. აუ რა ვქენი ახლა. ჩერიშევს რო 3 გოლი აკეთანილი ახლა ეგზოტიკაზე და იმაზე გამახსენდა. ჩერიშევი არის პირველი ფეხბურთელი რეალში რუსი. ერთ-ერთი რუს ფეხბურთელი თამაში. ეს რუსები სადაც დომინირებენ იქ დისკვალიფიკაცია ხო ძალიან ხშირი თემაა. ხან დოპინგი ხარ რაღაც და რეალი მაგის გამო არის ცნობილი ამბავია ხა ეგ. ვაიმე, არა. ტრამირებული. მარცხენა ფეხით რაღაცა. დაკაში იმი ყოფილა ფეც. ხო, ჩერიშევის გამო რეალი მოკვეთეს კოპა დე რეიდან ერთი სეზონი. ამის წინა ხო? ამის წინა სეზონში და მე მახსოვს ბარსელონა ვილიარეალი იყო. მე ვილიარეალში არ დაბრუნდა. და აპლოდისმენტებით რო შეხვდნენ რომ რა ჩვენი ლეგენდა და გმირი და რაღაც. ძალიან შევრცხვი ძალიან ამ თამაშში. აკაში ინუის გოლი. მოდ გადის. ატომ სპეციალურად გაიყვან რომ აპლოდისმენტები მიაღებინოს აკაში ინუის. ნუ თან დამიყო. აი ეს უკვე ვეღარ მოვიწმინე რა, უხეშობაზე გადაგა. არ გააგდო ახლა კაცო რა. ყვითელი ვარდი აბსოლუტურად საკმარისია. ხონდა რა ტაშს უკრავდა. ნეური გადაწყვეტილება იყო. ეს ზუსტი პასია უყურე.
ძალიან. ხო. ნაგატომო. ვაიმე. რა ჩაუხტი ფეხებში, ბიჭო? აბა, მანე. ერთი გოლი გაიტანე ესე თუ დააროშე. ჩაჭრა და ერთი შეტევა, პრესტიჟი. პრესტიჟის ამბავია. მოჩა ხო? დავასრულეს ეს განავსული სერია დაკომ 2-0 მოიგო გილოცავ. შოკანიანები გომაგობდნენ იაპონიას. ხო. ერთი ის არის იაპონია. დასრულდა ეს სერია და დღეს გვჭება ერთი თამაში ხო კიდე? კი. დღევანდელი მატჩი კოლუმბია. ხო, აი ეს მე მგონი არ უნდა იყოს ურიგო დაპირისპირება. თან კოლუმბია 10 კაცით იყო და უკვე ეს თამაში მოსაგებია, რომ ძალიან საინტერესო სასტავია ვაფშე. კარგი, დროებით.